კარგით, ეხლა მაშინ დავიწყოთ უკვე გადაცემა. კარგი ამბით დაიწყო გია როგორც ყოველთვის. მოკლედ ამ წლის 7 სექტემბერს თბილისში მზიურის სტადიონზე გაიმართა 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაციის მიერ არენაზე. კარგი ძალიან მაგარი სივრცე არის, სხვათა შორის ვინც არის ნამყოფი. გაიმართა ფეხბურთის ასოციაციის სოკა ჯორჯია ფეხბურთის და ინტერნეშნალ სოკა ფედერაციის ერთობლივი საერთაშორისო ტურნირი, მსოფლიოს ჩემპიონატი ფაქტობრივად, სოკა გრან-პრი 7-7-ზე რა, ამიტომ. სადაც ერთმანეთს შეხვდა, რა თქმა უნდა, ორი ქართული გუნდი, თუმცა ძალიან ბევრი უცხოეთის გუნდებიც იყვნენ და აი ამ თემაზე ვისაუბრებთ, ჩვენ შევაჯამებთ ამ ტურნირის ჩვენ სტუმრებთან ერთად. გიორგი ლიკუანცევი, აპტოსის მმართველი, ასევე ასოციაციის დამფუძნებელი 7-7 ასოციაციის დამფუძნებელი ჩემი მეგობარი აკაკი ხლაბუსტოვი და გუნდ აპტოსის მეკარე ტურნირის საუკეთესო გოლკიპერი კონსტანტინე სეფიაშვილი. თავის ფასით მომბრძანდა. მოგესალმება აკაკი, გამარჯობა. მე სხვა ფორმატებში ხდებოდი და აქაც არის ხარია რომ მოგესალმება. ჩვენ შორს ვართ ამ გამარჯობა. ფასი საიდან უფრო კარგად გამოჩნდეს. რომელიც დავტოვეთ საქართველოში, როგორ რო კარგად გამოჩნდეს. არასტუმართ მოყოლეთ მოიქეს. აი ესე მე მიყუროს. მოკლედ. მოდი ჯერ მოყვეთ თვითონ ტურნირის შესახებ, ვინც არის ხა ჩვენ კი ვაშუქებდით ყოველდღიურად, მაგრამ ტურნირის შესახებ მოყვეთ როგორ იყო ორგანიზებული გუნდებზეც და ასე შემდეგ და ვინ თამაშობდა ამ ტურნირში. მოკლედ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა და პატივია თქვენთან ყოფილ ვარ რამდენიმეჯერ და თქვენთან ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, სტუმრობა, წარმატებები. თავის გადაცემის ფორმატი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავაფართოვოთ ეს თემაც. პრემიერი. სასიამოვნოა მართლა, ზუსტად გადაცემის სახელიდან გამომდინარე თქვენი ოჯახი, ჩვენი ოჯახი, ანუ ზუსტად ჩვენი ოჯახია ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და ამ დიდ ოჯახს მინდა ეს დიდი წარმატება მიულოცო. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა 7-7-ზე თბილისში, 4 წლით არის ჩვენს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, წამოღებული ეს პროექტი და 20 გუნდი იყო, 14 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და საქართველოს, რა ვიცი, ძალიან მაგრად წარმოაჩინა. ამერიკული ქვეყნებიც არის, ხო? ამერიკა, ესპანეთი, შეერთებული შტატებიდან იყვნენ გუნდ ჩამოსული კლუბი. ასევე იყო ესპანეთის, პორტუგალიის, სხვადასხვა ისეთი საფეხბურთო ქვეყნებიდან და თავარი რაც არის ძალიან ისიამოვნეს თბილისში სტუმრობით და მე მგონი თქვენც ძალიან ისიამოვნეთ თავად, იმიტომ რომ ყველა რაღაცა ბედნიერები ხართ, ხო ასეა? ნუ თასი თავისთავად ძალიან კარგია, რომ ხელში გაქვთ. რა თასია, მოდი ესეც გვიამბეთ. ეს არის სოკას თასი, რომელიც ჩემი აზრით დამსახურებულად აკოს შექმნილია. ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოში ესეთი პროექტი ჩატარებულიყო და მადლობა მას ამისთვის. და ეს ტურნირი უკვე მეორედ ჩატარდა წელს. შარშან ფინალში გავედით, ქართველები გავედით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ. თასის საქართველოში დატოვება წელს უკვე ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ თასი დაგვეტომრა. ჩვენ პრინციპში ყველა ვარიანტში დარჩებოდა თასი, იმიტომ რომ ორი ქართული გუნდი გავედით ფინალში, მაგრამ მე ვამაყობ იმით, რომ აპტოსმა მოიგო ეს თასი და ჩვენ შევძელით ერთად დაგვეტოვებინა საქართველოს. ჩემპიონ გუნდს წარმოადგენთ გილოცავთ და ლეკარეც მაგარი გოლი აქვს ეგერ. ნამდვილად. თქვენთვის რას ისწავდა ეს აი ტურნირში მონაწილეობა, მხარდაჭერა ამ ტურნირის და გუნდი რომელიც ჩემპიონი გახდა, ჩვენ ახლა რაც არ უნდა სამოყვარულო იყოს, სასაკში ვიყოთ, რაღაც მოედანზე რო გავდივართ, ყველას უნდა მოგება. ეს ფაქტი არის და აზარტია. გასაგებია რომ მეგობრობა ამ თავარი, მაგრამ მოედანზე რო გადიხარ, თქვენი შეფასება როგორი იყო? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისათვის. ზოგადად ჩვენი კომპანია აპტოსი ფუნქციონირებს ესთეტიკური მედიცინის სფეროში, ანუ პირდაპირ ეს სპორტთან და ფეხბურთთან აქამდე შეხება არ ქონია. ჩვენ ვაწარმოებთ ქართულ პროდუქტს, რომელსაც ვაექსპორტებთ 100-ზე მეტ ქვეყანაში. უნიკალური აპტოს ძაფები ეს მათ შორის არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში. 100-ზე მეტ ქვეყანაში ვაექსპორტებთ, ანუ ბრენდი ითვლება ლიდერ ბრენდად სოფლიოში, ვაწარმოებთ ყველაზე ხარისხიან, ყველაზე ინოვაციურ, ყველაზე ტექნოლოგიურ პროდუქტს. ანუ ჩვენ სფეროში სოფლიო ჩემპიონები ისედაც ვართ ყოველ წელს და გსურვილი ქონდა რომ ფეხბურთშიც გვეცადა ჩვენი ძალები და ახლობით 3 წლის წინ გადავწყვიტეთ, მოგვივიდა იდეა რომ შეგვექმნა საფეხბურთო კლუბი. 2022 წელს დავიწყეთ ბეთლაიუ მასტერ ლიგა 3-დან, ყველაზე დაბალი დივიზიონიდან, პირველ წელს ავედით მეორეში, მერე მეორე დივიზიონი მოვიგეთ, პირველში ავედით და წელს აი ესე ერთობლივი ძალებით ბიჭებს მინდა მადლობა გადაუხადო, ყველაფერი ჩადეს ამ გამარჯვებაში.
გულშემატკივარს, რომელიც გვერდში ედგა და გამორჩეული გულშემატკივარი გყავს მთელ ტურნირზე. ერთობლივად მოვინდომეთ რწმენას და მოტივაციას ძალიან დიდი. მაგრამ ერთი წუთით მოვინდომეთო და როგორც მივხვდი დინამიკაში სულ აღმავალი ქონდათ მრუდი, მაგრამ გარდა იმისა, რომ თქვენ საქმეს აკეთებ და ძალიან ბევრი დრო მიაქვს თქვენ ავტოზავს და ესთეტიკას, რა მომენტში გაიზარდეთ ასეთ სპორტსმენებად, რომ უკვე 100 აგერ სტუდიაში, აი, როგორ შეძელით ეს პარალელურად თქვენი საქმისა? თქო მენეჯერი. მაინტერესებს, ნუ. მე ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად, ან როცა ვიწყებდით, ვიცოდით, რომ შუაგზაში არ გავჩერდებოდით, ვიცოდით, რომ თუ დავიწყებდით, მაშინ რაღაც დიდ წარმატებას უნდა მიგვეღწია და მე ვფიქრობ, რომ დიდი წარმატებები კიდევ უფრო წინ არის. შესაბამისად, წლიდან წლამდე ვავითარებდით, ჩვენ შეცდომებს ვასწორებდით, ვაანალიზებდით. კიდევ უფრო მეტად შეკრულ გუნდს ვკრავდით და მივედით იქამდე, რომ დღეს აპტოსი მსოფლიო ჩემპიონი არის არა მხოლოდ ესთეტიკაში, არამედ ფეხბურთშიც. მოგრეთ კარგი ამოვია და რაც უფრო მეტი კაი ხალხი დაინტერესდება ფეხბურთით, ეს ჩვენი მიზანი არის საბოლოოდ. ეხლა ტურნირზე თვითონ ორგანიზება როგორ მოხდა? მოდი ეხლა იმიტომ რომ ძალიან რთული ეხლა აქ უკვე დამთავრებულზე საუბარი ძალიან მარტივია. ეხლა მე შემიძლია ბევრი ვილაპარაკო ზოგადად ვასილ ლიგარას არ მოადგენს და ასე შემდეგ და რა შრომა არის გაწეული წლების განმავლობაში და როგორ იწყებოდა და სადამდე მიხვედით, ხო? ორგანიზება როგორ მოხდა? მოდი აი ამ ტურნირიც, იმიტომ რომ არ არის ადვილი ეხლა ამდენი გუნდი ჩამოყვანა, მასპინძლობა, რა ვიცი. ეს ყველაფერი დიმა მართლა ვერ მოხდებოდა, ვერაფერი ვერ გაკეთებოდა, რომ არა თბილისის მერის მხარდაჭერა, მათი აი ეს ფინანსური გვერდში დგომა, იმიტომ რომ უმასპინძლეთ 13 ქვეყნის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობას, ასევე ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერა, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ძალისხმევით, იმიტომ რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი განვითარებისთვის. ასევე ქვეყნისთვის, არა მარტო შეიძლება ფეხბურთია და რაღაც, მაგრამ აქ ისეთი უამრავი ადამიანები იყვნენ ჩამოსული სხვადასხვა სფეროში, ის ადამიანები არ არიან პროფესიონალური ფეხბურთელები რა. ხო, ეგეც მაგას უნდა გავუსვათ ხაზი. ეს არის არავინ არც ერთი გუნდი არ არის ყოფილი ფეხბურთელი რაღაცა, ხო, ან ვიღაცა ახალგაზრდა რომელმაც ვერ ითამაშა დიდ ფეხბურთს და ესეთი ადამიანები არიან აქ შეკრებილები. ეხლა კალაძეს და სხვებს ვერ დავარქვევთ ეხლა მოყვარულ ფეხბურთელებს. დაანების თავი მაინც აღარ იცვლებიან, ანუ პროფესიონალები. ვეტერანები შედიან? კი, როგორ არა. არ არის სწორი, როდესაც მოყვარულია ვეტერანი ერთად ჩხუბობს, ნუ გამოვიდა სკეპტიკოსი. ჩხუბობს არა, ეს კიდე ხოცავენ ერთმანეთს ფეხბურთია გაზო. მოყვარული შეიძლება ისეთი ნიჭიერი იყოს, რომ ბარეორს გაუსწროთ. ყველაზე მაგარი და შთამბეჭდავი პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ის იყო, რომ მოეწყო, ასე ვთქვათ, სტადიონზე დამატებითი ტრიბუნა. გაიზარდა, ანუ თუ ეტეოდა დაახლოებით 200 ადამიანი, ახლა ეტევა 500-ზე მეტი ადამიანი და იქ არ ვიცი კადრებიც შეიძლება ნახოს თქვენ მაყურებელმა გადავსებული იყო და რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებდა ოჯახებით მოვიდნენ, ანუ არ დადიოდნენ ესე რომ დაუშვათ მეუღლე მოიყვანა, შვილი და რაღაცა დედა და ერთი სივრცე შეიქმნა, ერთი ოჯახი და ამაზე მაგარი ბედნიერება არ არსებობს, რომ სტადიონზე უკვე ადამიანები მარტო იმისთვის არ დავდივართ, რომ ან რაღაცა საჩეურაწყობა მივაყენოთ ან რაღაცა ხო ხდები? ჩვეულებრივი მაყურებელიც მოდი? კი, ანუ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ზიურთან არის და შეიძლება გამვლელმაც უცებ ასე ვთქვათ შეიაროს და გაიგოს ხმა და ჩავიდეს. არა ჩვეულებრივი მაყურებელი არ დადიხართ მოვაშენი. არა, ეს დადის მარტო მაღალი ისე დონის თამაშებზე. გელოდებით საკმაოდ ისეთი კაი და ფერადი სივრცეა. ფერადი. კი. კაი, ერთი კითხვა მაქვს. მე იმედის თამაშებზე დავდივარ. ხო, ჩვენი გუნდიც არის კიდე ეგეც. მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი გუნდიც არის. ალბათ მომავალ სეზონში უკეთესი გუნდი იქნება და დღეს არის თამაში და ვიდა წარმატებები უსურვო ოჩაკ. რომელსაც წარმატებები. ხუთზე. მზიურის სტადიონი. დასკარნახოთ, ვერ გავიგე. და ვიტყვი დაუბრუნდები იმას, რომ 4 წლის წამოვიღეთ ეს პროექტი საქართველოში და 4 ანუ მეორე წელი იყო უკვე, ეხლა მეორე წელი ჩატარდა. სხვადასხვა ქვეყანას აქვს სურვილი რომ უმასპინძლოს. ჩვენ ამ საერთაშორისო დონეზე 7-7-ის მიმართულებით მოვიპოვეთ მთავარი, ასე ვთქვათ, ორგანიზატორები ვიქნებით ქართველები, სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, რომელი ქვეყანას უმასპინძლებს, მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ, ორგანიზებას გავუწევთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად გავართვით, ასე ვთქვათ, თავი და ქვეყანა რას უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მას ეს პასუხისგებლობა დაეკისროს?
პირველ რიგში უნდა გქონდეთ თავიანთი ჩემპიონატი 7-7-ის მიმართულებით. აქვს ესპანეთსაც, პორტუგალიასაც, ბელგიასაც და ბევრი ისეთ ქვეყანას აქვს, თურქეთსაც მათ შორის. ტარდება როგორც ჩვენთან არის ზუსტად ესეთი ჩემპიონატები მათთან და ჩვენ დავიმსახურეთ მათი ყურადღება, იმიტომ რომ ვატარებდით ძალიან კარგად. მე არ მინდა ჩემ თავზე ვიყავ. ეს სპორტული ტურიზმი მე ვილაპარაკებ შინზეგას შენერვილა. სპორტული ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი ქვეყნის ხალხი რო ჩამოდის და ესეთი კარგი გარემოა, ესეთი ყველაფერი ერთად, ალბათ მერე განვითარება ექნება ამ კუთხითაც. თვითონ მასტერ ლიგაზე საუბრის ბოლოს რო გითხრა, სამომავლო გეგმები როგორი გვაქვს, რა გვაქვს, ვითარდება. სადამდე გადიხართ, ოღონდ აღარ ვიცი უკვე იმდენი გუნდი ჩაერთო ბოლოს. აი პირდაპირ გეტყვით რომ მართლა აქედან მინდა რომ ჩვენ იმ დიდ ოჯახს ვინც ამას აკეთებს მე მინდა თითოეულ ადამიანს ჩემი გუნდის წევრს მადლობა გადაუხადო იმიტომ რომ მართლა ყოველდღიურად შრომობენ იმისთვის რომ სხვას მისცენ საშუალება რომ რაღაცნაირად თავი იგზნონ სპორტსმენებად, ფეხბურთელებად და წავიდნენ რაღაცნაირად ბედნიერი და ის უარყოფითი დატოვონ იქ მინდორზე და მე დარწმუნებული ვარ რომ მსგავსი პროექტები სხვადასხვა სპორტის სახეობაშიც გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ მართლა არ მახსენდება, აი მაგიტო ვთქვი ჩვენ თავზე არ მინდა ვისაუბრო მეთქი, მაგრამ ბევრჯერ ვიფიქრე რომ თუ სადმე არსებობს რაიმე სახეობა, აი ორშაბათიდან დაწყებული სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, კიდევ ისე ყველა დღე აბსოლუტურად არის თამაშები და მთელი დღის განმავლობაში რა. იქ რო გაივლი, ხალხი დადის ხო, ჩაივლის, იმადა რომ დაინახავენ რომ ხმაური ბურთის ხმაური, ბევრი მიდის, დადგება გარედან, უყურებენ, მერე მედია. და რაც თავარია, მასტერა რამდენი წლის გახდა იქ? მასტერა 2 წლის არის. ფილისმა არის ძაღლი. ვიცი. სასაული ტიპი. და მოგეყვანა რა. მაგრამ აქ პრინციპში ვერ მოიყვან იმას, იმიტომ რომ გაშლის ყველაფერს მოივლიდა ყველა სამგვართვე და ხელს დაუვლიდა და რა ვიცი წარმატებები და გისურვოთ თქვენ მადლობა რომ ჩართულები ხარ და იმედიასიც გაგრძელდება მომავალში გილოცავთ საუკეთესო ბეკარის პრიზს და ამ დავაცნობთ იმ აი ნამდვილად თუ შეიძლება რამე ითქვას დამსახურებულ ჩემპიონებზე აი ავტოზე არის ნამდვილად იმიტომ რომ თავისი გულშემატკივრებით აი როგორ ორგანიზებულად საშინელი წვიმა იყო ფინალში აი საშინელება ხდებოდა კუჩაში ალბათ მანქანით ვერ გაივლიდი ისეთი ამბავი იყო და იქ ხალხი არ წასულა. დაჯილდოების დროსაც კი ხალხი გაჩერდა და ერთად იზეიმეს და გიორგის დიდი დამსახურება არის ზოგადად რომ ავტოსმა გადაწყვიტა რომ გუნდი ყოლოდა რა. ძალიან ბევრი ისეთი სამუშაო ადგილებიც გაჩნდა თუნდაც რომ ფეხბურთელები დაასაქმეს ან რაღაც პატარა ხელფასიც დაუნიშნეს ფეხბურთელებს და ძალიან მაგარია მსგავსი რაღაცეების კეთება და მადლობა ხო მადლობა ანუ დიდი ხელშეწყობა აქვს მაგარი აი ძალიან შემაგურის დონეზე ბათაშორის გოგოების ფეხბურთიც ჩავატარეთ და ეს არ მიიღო დაანტრეს ყველა არა იყო გამოხატეს ბათაშორის ბევრი იწერება ჩვენს სოციალურ გვერდზე რომ აი ქალებში რო ჩაატაროთ და ჩავატაროთ ჩვენი გოგოები წავიდნენ შალკეში ძმაო წინ მიდის ქალთა ფეხბურთი უკვე დროარო დისციპლინა თამაში ხო არ მოვცხოთ აქ ვარ რომელ ტელევიზიას ეთამაშებით გია იქნება მსაჯი მე მეკარე ვარ მეკარე აბა ვინ გა თავდასხმელი ვარ მე აბა რა ბურთი გავა კონკურენტი გამოგიშდა ჩემო ძმაო კარგი დიდი მადლობა სტუმრობისთვის წარმატებებს გისურვებთ მადლობა რომ მოხვედით თასი ჩვენთან არის 4 წელი ჩატარდება ეს ტურნირი და დარწმუნებული ვარ რომ დონე კიდევ უფრო ამაღლდება ისედაც კარგი იყო მაგრამ წარმატებებს გისურვებთ ამით დავასრულოთ პირველი ნაწილი და რეკლამაზე გავიდეთ გავიდეთ რეკლამაზე შენ რო იცი რეკლამა